გამარჯობა, მოგესალმებით ტვინის გასაღების 24 ეპიზოდით. დავუბრუნდით თქვენი საყვარელი გადაცემით. მოგიგითხავთ ყველა ჩვენ მაყურებელს აქედან. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის თანაწამყვანი თორნიკე ბაღათურია. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ცხელი დღეების დაგვიდგა. ნელ-ნელა ტემპერატურაც ყველანაირ გაგებით იწევს. კი. მე 1 3 4 5 დღე კი მოვასწარი გაძრომა და ცოტა დასვენება და ну რავი ასიზავ ხან შენ იქნები ხან მე ვიქნები მაგრამ ვინ გაცდის მოდასვენებას ისეთები ხდება და ანუ ყოველ დღე და რა მგონია იცი რომ ისეთ სასაცილოდ არის უკვე საქმე რა რომ ყოველ დღე აი რაღაც დაუშვათ რომ მინდოდა გუშინ წინ რაღაც ის აი ხა გადაცემაში ამას ვიტყვი და რაღაც აზრი მქონდა მეორე დღეს ისეთები ხდება და მესამე დღეს მე ისეთები ხდება რომ ის თემები იწევს ვაფშე რა უნდა თქვა და ვერაფერი მოკლედ მავნებლები აგზელებენ მავნებლობას. და გავი საბოლოოდ სიმაღლეზეა საერთოდ ანუ ხო არ ჩამოსულან პედესტალიდან რა იგივე შემართებით ანუ მაგათიც მესმის ეხა უკან დასახგზა არ დავიტოვეს თვითონ ანუ არ არსებობს აი დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს აქ სურვილი ანუ პოლიტიკოსებს გულისხმობ რომ უკან დაიხი მაგრამ სხვა გზა არ აქვს არ არსებობს იქულები აქვს აღებული ვალდებულებები აქვს პასუხისმგებლობები აქვს ის უნდა შეასრულო მხოლოდ სიგნალში არის აი ბოლო შეტაკებაა რა ესე ვთქვათ რა ბოლო შეტაკებაა პოზე დარჩენ მეების გარეშე ტექნიკური შეტაკება არა გავაგზავნე მითხარ ეგ არაფერი всё არ მითხარ всё გავაგზავნე არც მოჭრათ არ მე სწორად ვარ კარგად ვარ ხოდა ყოველდღე მხდება როგორი ვიდეოებიც უკვე ისე განაკლდა ეს ხალხი რა რომ მართლა გავიგე რომ უკან დასახევი გზა აღარ გაქვს მაგრამ სადღაც ეს მომენტი რატო არ არსებობს რომ გაჩერდე უკან ვეღარ იხევ მაგრამ გაჩერება უკან დახევა არის ზუსტად ხო და რავი ესე რო უყურებენ მაგიტო ვართ მაგათი ბაბანგზე არიან დასუნებიან უკან და მართლა უშანსოთ ყველაფრის გარეშე არიან დარჩენილები რა და გადავიდეთ შეგვიძლია რაღაც სასაცილო ვიდეოებით დავიწყოთ თუ ჩავძაბოთ თავიდან თუ როგორ ვქნათ მოდი აქტუალური თემები დავიწყოთ მაინც და მე გადავიდეთ უკვე რაღაცეებზე ეხლა ევროპარლამენტმა გახსოვს ჩვენ ისე 2 კვირის წინ ვლაპარაკობდით რომ ამათმა ახალი მესეჯ ბოქსი დაანონსეს რომ აპირებენ რევოლუციას აქამდე ხო ამას არ ხმარობდნენ ამ სიტყვაზე უკვე ხო წამოვიდა აი 2 კვირის თავზე უკვე აქედან ახალი მუხტის ასაწევად ყაიყალასი გამოვიდა და ესეთი მოთხოვნები დაგვიყენა თან კატეგორიულად რომ უცხოური გავლენების გამჭირვალობის შესახებ კანონი გაუქმეთო ოჯახური ღირებულებების შესახებო და კიდე LGBT პირების უფლებების სრული დაცვა. ამას თუ არ შეასრულებთო, უვიზო რეჟიმს გაგიუქმებთ. მაგრამ უვიზო რეჟიმი კიდე როგორი რაღაცა იცი, რომ სრული კონსენსუსი ჭირდებათ. უკვე ერთხელ ჩაუვარდათ. მაგრამ ეხლა წარმოიდგინე ასაპირებინ იცი, რომ ცდილობა აქვს, რომ წესდება შეცვალონ და სრული კონსენსუსმა კი არა, უმრავლესობამ გადაწყვიტოს ეს. ხო მოირგონ თავის თავზე, მაგას კი არა მოირგონ თავის. ჩვენ გამო კონკრეტული აი ამ ხელა ვითომ პატარა საქართველოს რო არის, აი ამა ჩვენ გამოსვლიან ამას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ გამოვოთ. ჩემი აზრით, ამაშიც უშანსოები არიან და მანდაც არაფერი შანსი არ აქვს, ანუ არ გამოვათ ეგეც. აი ბოლო გაფართხალება, ბოლო რაღაცა მუხტი უნდა თუ აწიონ რომ აი ვიზა ლიბერალიზაცია და რელიგია, ეს ხო ჩვენთვის რელიგიათ არის ესე. და გონიათ რომ აქ ხალხი აჯანყდება, მაგრამ ხალხი პირიქით ხელისუფლებაზე კი არ გაბრაზდება 17%-ით რო დაიკლო ევროკავშირის მიენდობა მე 17 გახდება 50%. ამიტომ ესე მარტივად მაგათ არ აქვს საქმე. ძალიან ჩიხში არის, მაგრამ ნუ სხვა გამოსავალი არ აქვს. და ეხლა მოდი უფრო რომ გავშალოთ ეს თემები. უცხოური გავლენის შესახებ კანონს ხო გთხოვენ გაუქმეთო და ამავდროულად საფრანგეთში უკვე ძალას შევიდა ეს კანონი, რომელიც წინა წელს დაინიცირეს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი. საფრანგეთში დაინიცირეს უკვე ძალაში შევიდა და შარშან დაინიცირებული კანონი. ამას გვეუბნო გაუქმეთო. კიდე ატლანტიკური საბჭო ესეთი ქართული ორგანიზაცია ეს არ არის, რომელმაც ესეთი კვლევა ჩაატარეს და საქართველოს უმცირესობის უფლებების დაცულობის გაუმჯობესებით 21 საუკუნის საუკეთესო ხუთეულშია საქართველო. და რა უნდა ანუ ვერ გავიგე აი რას გთხოვენ. მე ხვდი აი ეს ელემენტარულად უბრალოდ ყველაფერს თავი დავონებოთ, ითხოვენ რომ თავი დავხაროთ. რასაც გეუბნებით ის გააკეთეთ და ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. გვინდა არ გვინდა უმრავლესობას უნდა ხალხი რას ფიქრობს სუფეხებზე კიდიათ
პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ამას არ შეასრულებ, ამას გაგიუქმებ. მაგრამ თან იმას, რასაც გვეუბნები, რომ გაგვიუქმებ, მაგის ერთი ადგილის არა, ეგეც შეიძლება ვერ გაგვიუქმა. და ერთი ფოფხაძე არის, დედაჩემის მოგვარია, შეაბა ჩემი შორეული ნათესავი არის რა და რამ გააგიჟა ეს კაცი არ ვიცი ნახე რა სიტახის. რეალიზაცია უქმდება და უნდა გაუქმდეს. ნამდვილად ადეკვატური ევროპა ჩვენთან მიმართება. ნამდვილად ადეკვატურია ჩვენთან მიმართებაში და როგორ არის ადეკვატური, სადაც მოლდოვა მეგობრებო, ყველაფერს თუ თავი დავანო, ჩვენ სულ ვაუბრობთ 10 და 20 საფეხური წინ ვართ ნებისმიერ ამ ქვეყნებიდან. მოლდოვა არის DST-ს წევრი. DST-ს. აი წარმოვიდგინოთ, ჩვენ რო ვიყოთ ეხა DST-ს წევრი. წარმოვიდგინე რა პანიკები ატყდება აქ. და მოლდოვა, აი ხა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2025 წლის ინდექსით საქართველოს, უკრაინას, მოლდოვაზე სომხეთი ახალი ის შემოვიდა. სომხეთს ჩამორჩებაო. ფაშინიანი, აი ჩვენ ამ 30 წელი რა ჭაობიდან ვცდილობთ ამოსვლას, ფაშინიანი ამ ჭაობში შედის. ეხლა აგერ ნახე ვიზა ლიბერალიზაციაც მიცემენ. ასე ვქო სომხეთს. მაგრამ სომხეთი ადვილად მოექცევა მგონი მაგას. ევროკავშირში არ არსებობს ბიჭო, ეს ყველაფერი არის ტყუილები, ეს არის ძალიან დიდი ტყუილები და ეს არის თანმიმდევრული ბატონო ფოფხაძე, რომ გედი რომ თანმიმდევრულები არიან, როგორ არიან თანმიმდევრული, ყველაზე აცდენილები არიან, საერთოდ ყველაფერს, ყველანაირ ობიექტურობას აცდენილები არიან. ბატონო გედი, თქვენ რო სათავეში ყოფილიყავით, მაშინაც იტყოდით, რომ თანმიმდევრულები არიან თქვენს მიმართ, ანუ აი ამას იზავდით? ხო, ორმაგი ბიჭო, დარბოდნენ, არ გახსოვს? არ გახსოვს ისინი, რა ქვია, ეს სამადაშვილები და ისინი, რომ დარბოდნენ იქ და რო იძახდნენ, რომ საქართველოს არ მიცეთო კანდიდატის სტატუსი, არ გახსოვს? პირდაპირ იძახდნენ ამას, ჩუმად კი არა, ჩუმად ხო იქ დადიოდნენ ბრიუსელში. ხმამაღლათაც ამას ლაპარაკობდნენ, კაცო. ეს ქართველ ხალხს ეკუთვნის, ხელისუფლებას არ ეკუთვნის და რაღაცა მორალს რო გიკითხავი და ადამიანის უფლებებზე რო გველაპარაკებიან და სულ მორალის კითხვაში ხო არიან და სულ ზემოდან ყურებაში ხო არიან და აი აგერ განახებ ვიდეოს რაღაც 130 წლის წინანდელი ვიდეო არის ადამიანებს როგორ ექცევიან უბრალოდ საკენკს უყრიან აი ქათამს რო სოფელში საკენკს უყრიან ხო რა ქათამს წიწილას ბატს იხს რა მნიშვნელობა აქვს რა აი ესე 1899 წელს საკენკს უყრია. ამას რო თავი დავანებოთ. საფრანგეთში 1950 წლისთვის ზუსტი წელი არ მახსოვს, მაშინ მიცეს ქალებს ხმის მიცემის უფლება. ჩვენთან 1918 წლებში 3 ქალი დეპუტატი ვყავდა. და კიდე ყველაფერს რო თავი დავანო, წარმოიდგინე სამხრეთ აფრიკაში. ნელსონ მანდელა წარმოიდგინე 27 წელი ყავდა ციხეში. მე აპარტეიდის პერიოდი იყო, ანუ შავ კანიანებს არ აძლევდნენ ხმის მიცემის უფლებას და როგორი წყობა იყო, იცი? ანუ ხალხის რაოდენობა როგორი იყო გადანაწილებული, იცი? აი დღესდღეობით 50 მილიონი ადამიანი ცხოვრობს სამხრეთ აფრიკაში. 80%, ანუ 40 მილიონი ადამიანი არის შავკანიანი და 10% ფერადკანიანი და თეთრკანიანი ცხოვრობს. ყველაზე მაქსიმუმი მაჩვენებელი თეთრკანიანების 1940 წელსაა დაფიქსირებული 22% ცხოვრობდა მაშინ. და აპარტეიდი რო დასრულდა 94 წელს, მაშინ 14% თეთრკანიანი ცხოვრობდა. ანუ ძალიან მცირე უმცირესობა. მაგრამ პრეზიდენტი შავკანიანი პირველად ნელსონ მანდელა გახდა 94-ში. მანამდე ყავდა თეთრკანიანი პრეზიდენტი სულ. იმიტომ რომ თეთრკანიანები აძლევდნენ მარტო ხმას, შავკანიანებს 80% მოსახლეობას არ აძლევდნენ უფლებას ბიჭო, რომ ხმა მიეცათ. 10%. ოღონდ ეს 1994 წელს, ეხა აი 30 წლის წინ იყო ეს. და ჩვენთან ეხა გამოდიან საკენკს უყრიდნენ 130 წლის წინ ადამიანებს, საკენკს, აი ესე. და ჩვენ ბიჭო მორალს გვიკითხავ. და რაღაცებს და რაღაც ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებიან. ეს ხო ამორა, ეს ხო რაღაცა მე ყველა გაიგო უკვე ჩემი აზრით, რომ ეგეთ მდგომარეობაში ვყავართ თავის ჭკუით და ანუ მე რას ვხვდები, პროსტა ეს ქართველი ადამიანი როდემდე დაიბრმავებს მაგაში თავს და როდემდე კაი ცხოვრების მოლოდინში თუ იმედით როდემდე იტყვის თავის ყველაფერზე საბოლოო თუ არს, აი მაგას ვხვდები, ანუ იტყვია დამიჯერა. პროცესი აი ნახე რა რას დაიმსგავს რა. რეალურად პრობლემა ვერ მოგვარდება ვერასდროს, იმიტომ რომ პრობლემის მოგვარების სურვილი არ ჩანს. აი, როცა ეხა ხო თვლიან მაგალითად, რომ ორივე მხარე თulis, რომ ეხა არის ბრძოლა და ომი ერთმანეთში და სადაც ვიდეო ხდება, ხაბეიშვილი გამოდის და
პირდაპირ ესე იცახის, რომ დედას გიტირებთ და ანუ აი ეხლა ხაბე ანეტა? წარმოიდგინე, ანეტა იცახის, რომ ესე იმას შვებით რო ქვია, ესე ყოფას გიტირებთ, დედას გიტირებთ და ესე იმუქრება 20 წუთიანი რაღაცა ის აქვს და უცებ ვიღაცა კვერცხს ესვრის და ამ ტიპს აგინებს პირდაპირ ეთერში მიდის, აი სტოიკაში უდგება ხაბე და ეგ ბოქსი რო აქვს, რომ მარჯიშოს როგორ ეგ უნდა, როგორ უნდა რომ სად დაიწყო რაში უნდა გამოიყენოს, რომ როიცის რომ ვიღაცა წაუთაქს და რამე იქ მზადი მიხოდა რომ იქ სხვა კონტი გაეჩი და იქ გრუშა და ის არ არის და იგე დაუწება იქ ჩაუდგა არა ეგ არ დაზიანე იქ იმენა სტოიკაში ჩაუდგა და ჩაუდგა არის და არასპორტოლიტეტი არ ხდება რა სააკაშვილები და ხო იცი მაგ სტოიკაში ესვის კვერცხს წარმოიდგინე და ეს გამოდის და ეჭიმება და სტოიკაში უდგება და ხვანცალებს და ანუ ის აგინებს ბოლოს სიტყვებით, ესეც აგინებს ბოლოს სიტყვებით. ანუ შენ თვითონვე, ანუ ქმნი დაპირისპირებას, აქედან სიძულველის ენით. არავინ მე არ მინახია დედას გიტირებთ და რაღაცებს იქიდან იმუქრებოდეს. აქედან დედას გიტირებთ და რაღაცებს ეუნები. მე არ ღო სპეციალურად კანონს. მე აჭერინებ თავს, მე ისევ აბრალებ ამათ. მე იქ კვერცხს გესვრიან, გაგინებენ, გლანცღავენ, არ იმჩნევ. ხალხის აზარს არ იმჩნევ. არაფერს არ ეხებ. მე აქედან გრძელდება ეს არის მისული იქ რომ ესენი ილაპარაკოს მუქარები და გავაცოს და დარეკილია აქ ამაზე რა ვქი მონურ ტელევიზიაზე კიდე და ეს ტევ პირველიც მივიდა რომ ეხლა გააშუქოს რომ ეს რო ამათ აგინებს აი მაგით როგორ უნდა მოგვარდეს რა პრობლემა უნდა მოგვარდეს ქვეყანაში და ხა ნახე ეს თვითონ ეს ჟურნალისტი რა მაგდროს რა აი თავი რა თმიაშნია რომ ეხლა აი ამ ბძოლის ველზე ერთ-ერთი რიგითი მეომარია თუ ჯარისკაცია თუ ვინ არის მაგდროს როცა პირდაპირ ხიდი არის ამ ხალხს შორის სიძულვილის დაპირისპირების ყველაფრის გამშუქებელი არის პაჯი გაწელი არის ცეცხლზე ნავთსასხავს უნდა რომ მოხდეს ამბავი რომ ამან გადაიღოს რომ მე აი რაღაც ანუ ხალხი ამათ აღარ ენდობათ აღარ ჯერათ მართლა უნამუსოები გახდნენ ახალგაზრდა გოგობიჭები დაემსგავს მონებს თავისი არაფერი არ გააჩნია და მართლა მონებად ყავთ თან აი მონე ოღონდ რაღაცაში იყვნენ ვეღარ გაიგეს რაღაც უნდა აყვნენ რომელ პონს უნდა აყვნენ აღარ იციან იქით წავიდნენ არ გამოვიდა აქეთ წამოვიდა უკვე ყველა გზა თვითონვე მოიჭრეს იქ ნორმალური ტიპი მაგათ აღარავინ აღარ მიიღებს და ეხა მაგ მოცემულობაში ვართ და ხდება ეგეთი რაღაც გუში წინ ესეთი ვიდეო გუშინ უბრალოდ ჩემი ახლობელი მიგდებს ეგეთ ვიდეოს ხო იცი მე სადაც მუშაობ კარგად მოგეხსენება და როგორი პასუხისმგებლობით ვარ ჩართული ეგეც მოგეხსენება და რამხელა პასუხისმგებლობაც არის ეგეც მოგეხსენება და როგორ პირიქით და გულით და იმეს თუ რამე აინტერესებს მაგრამ ბავშვი რომ პირიქით გვერდში უდგები და ჩემიანი და ეს ჯერ უყურე რაღაც მოდი ხა ჯერ გათახსირებულობის ლეველი ნახე რა ანუ აი ესა რომ აი ამას ნეტა რატო არ მიკვირს ვაი რაღაცები უნდა გიკვირდეს ხო წესით ეხა ეს ხო გასაკვირი არის წესით ხო უნდა გიკვირდეს რომ აი ხა არანაირი გაკვირვება გვიკვირდეს და უნდა ვიღებდე და ყველა მხარეს უნდა უყურდეს არანაირი გაკვირვება ხო არანაირი გაკვირვება აი არანაირი გაკვირვება სიბანძის პიკას უყურეთ просто აი ჟურნალისტის აი ლეველი вообще პროფესიონალიზმის და ეს თინახი და შენი კიდე მაინც რაღაც პონჩი ვერ უტეხავს და ვერ იტეხავს და ვერ ამბობს რომ ვერ ეთანხმება და უნდა მაგრამ მაინც გადაობას მოусმენთ სინდისმა შეაწოხა თუ აქ აძალებს რომ დამძიმებინო სიტუაცია ეს იცი რომელი ჟურნალისტია იქ გადაცემაში რომ მე მგონი იმას იძახის რომ ძიმეთ არის კომაშია და ეს რომ ნუ დაამძიმებო კაცი ჯერ არ არის კომაშიო და იქნება გადარჩესო და ნუ შეიყვანო და კაიო რა ცოტა გააკლი აი ეგ ის არის რა ფალი გეწისო არა კარგად ვარ არა ხარ კარგად სოფა ჯაფარიძე რა ინოს არა ხარ კარგად ერთ მომენტში ვიო ამბობს რომ ეს არის ანტიამერიკული ზალა აი აქ რა იგულისხმება ხო, რუბიოს ეს არ უთქვამს, ჯერ დავიწყოთ აქედან. ხო, გასაგებია რა ტიპის. რუბიოს არ უთქვამს, რომ ქართული ოცნება არის ანტიამერიკული ზალა, ძალიან გულით მინდოდა რომ ეთქვა, მაგრამ ეს არ უთქვამს, ამიტომ რაც არ უთქვამს, იმას უნდა ვაბრალო. ხო, გასაგებიაო და რა, ანუ თავიდან სხვა რაღაცას თქვა, მე დაეთანხმა. ანუ ეს არის 0.000 კიდე 1%, რაცაც საზიზღრობას ჩადიხართ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ვაფშე ნამუსი და სინდისის ძარღვი აღარ გაქვს და ალბათ ამას იმითი აპრავებთ, რომ უკან დასახევი გზა აღარ არის და ბანძი სიცრუის გამავრცელებელი საზიზღარი ტიპები ხარ და მინდა რომ პროსე გულზე რაც მოუხდა და რატომ მივედი აქამდე, არასდროს ახლა მე ამ ფორმებით არავის არ ვლანძღავდი რა. მაგრამ ახლა ეგრე არ არის მართლა.
არჩა მაინც მაგას არ არა, უნამუსობას, просто აი უსმინე, სიუჟეტი გადის, მე მაინც არ ვიცოდი, ეხლა რომ სად მუშაობ, ხო? პირადად შენ გეკრიბა ხო თან? რასაც რომ შავი ხუნდელი დასტრიალებს კახი კალაძესა და ნოშიკო ნამორაძესაც. ოცნების შემწირველ და გავლენიან ბიზნესმენზე. შაბათის ფორმულას ეუბნებიან, რომ ნოშიკოს წილების დათმობას ახალგაზრდა ბიზნესმენისთვის ბექა ხოფერიასთვის აიძულებენ. როგორც მთავარი ფეოდალი ბიძინა ივანიშვილი ისე აქვს გადანაწილებული თბილისი უბნების მიხედვით მის პატარა ფეოდალებზე. შესყიდვებთან მიმართებაში აქვს სრული კარტ ბლანში, მას შეუძლია ააშენოს სათამჯენი ნებისმიერ უბანში. მიუხედავად იმისა, თუ რა ზიანს მოუტანს ეს დედაქალაქს, დაინტერესებთ მხოლოდ ერთი, რომ რაც შეიძლება მაღალსართულიანი სათამჯენი ჩადგან, რომ რაც შეიძლება მეტი მილიონი დატოვოს ამ პროექტმა, რომელი მილიონით შემდეგ პირდაპირ იქნება ბიძინა ივანიშვილის ყულაბაში ჩავარდნილი. ეს არის პირამიდა, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სამშენებლო სექტორში, თუმცა ამ პირამიდაშიც არის გარკვეული რყევები. ნოშიკო ნამორაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ქვეყანაში არ იმყოფება არც ბექა ხოფერია, რომელთანაც ინფორმაციას ვერ ვამოწმებთ. თუმცა შევიტყვეთ, რომ მის კომპანიას ლისით საცხობის პროექტის გამო კორპუსის ახალი ბინადრები უჩივიან. ადგილზე გვეუბნებიან, რომ თანხა ამ პროექტში გადაიხადეს, თუმცა მიიღეს ეს მძიმე რეალობა. მე რომ ეხება და რო ვიცი, მაგიტომ შევიდა ადგილზე არ არის მოწყობილი ლისით საცხობის პროექტი. ლისით საცხობის პროექტი აპარტო ჯგუფს საერთოდ არასდროს არც ქონია, არც ეგეთი სახელწოდებით რამე აუშენებია, არ გაგიგია მსგავსი ხო არა? მე ვარ უსაფრთხოების მენეჯერი ჩვენი კომპანიის ამ თვალსაზრისით და ყველა ობიექტი ვიცი სად რამ შენდება გვაქვს. შენ გეხება ეგ ხო? კი ბატონო. შენი საქმე. მსგავსი არანაირი სახელწოდების ობიექტი არც ქონია, არც გვაქვს, არც აგვიშენებია, არც დაგვისრულებია და არც გეგმაშიც არ არის. გაზიზღრები უყურებს და ხატაობა. ვერ ვამოწმებთ, თუმცა შევიტყვეთ, რომ მის კომპანიას ლისით საცხობის პროექტის გამო კორპუსის ახალი ბინადრები უჩივიან. ადგილზე გვეუბნებიან, რომ თანხა ამ პროექტში გადაიხადეს, თუმცა მიიღეს ეს მძიმე რეალობა. არ ვიცი რა შენობაა და თან როგორც გავარკვი ეს ლისით საცხობი ხო ვიღაცა არის და იმათ მშენებლობაც არ არის ეს სურათი უბრალოდ მშენებლობა აიღეს, სახელი აიღეს, ამის შევა მაგ მშენებლობას ხა ქუჩაზე არის და სახელი სხვა არის ხო? ანუ რა საშინელება არის, რაკო ეს მართლა გონია თუ აი აქედან იყურება და ვაფშე ვერავინ ვერაფერს ვერ მოიკითხოს თუ ვერავინ ნახევარი ქალაქი გვიცნობს და ნახევარი ქალაქი თუ კითხვა ქონია თუ რჩევა ქონია თუ მოსვლა დომებია თუ მოსვლა დობით არის ჩვენს მიმართ და ერთი ადამიანი არ არსებობს ვისაც ხვდები რამით როდესმე შევაწუხეთ და რაღაცის გვერდში არ დაუდექით პირიქით აქეთ ყოველთვის და ხალხო აი უბრალოდ რაში მართლა რაში უცხოვრებ და ანუ რას ემსახურება ჩვენი განცემა რომ ვიღებთ ვიდეოს რაც არის ფაქტი მოცემულობა ჩანს ხმაც ხედავ ყველაფერს ხო არაფერს არ ვიღებთ არასოდეს ღმერთს ვიცავარ არასოდეს არაფერი დამონტაჟებული არ მაქვს ხო ცხოვრებაში არასდროს აი რომ რამე ვიდეო ამეღო იმისგან ის რომ და ცხოვრებაში არ მაქვს გადაცემა კი არა საერთოდ ჩემ რაც ვარსებობ ეგეთი რამე გაკეთებული არ მაქვს და არ ჩენ ვიცი რა ეგრე ანუ ეგეთი რამე რომ ვინმე მაიღოს ეხა მე გავაკეთოთ ჩვენ ეგეთი რაღაცას ემსახურებოდეს ეს ის რომ მოდი ეხა ის ამოვუწოთ იმასაც დავდოთ არაფერი ფაქტია რომ ანუ მატყუარები ხართ ხალხს აბრაზებთ აბოროტებთ მიხდი მე ეხა ადამიანი რომ მოისმენს იმას რომ ამ კაცმა ყველაფერი ამას აქვს და ვიღაცას არ აქვს გაბრაზდება ხო იმ კაცზე მაგრამ ეს კაცი თუ დგას და აგერ ეხვეწება იმათ ისინი არის აი მიხდი საშინელი ხალხი ხართ და თქვენ ხართ პირველი მტრები ალბათ ქვეყნის თქვენ ზე არის უდიდესი პასუხისმგებლობა რომ აბა რა სიმართლე გააშუქოთ რომ ხალხმა მართალი გაიგოს და მართლა გამოიტანოს ის აზრი და თავისი არჩევანი გააკეთოს სიმართლეზე დაფუძნებით და არა იმაზე და ამიტომ ვერასდროს ვერაფერს ვერ მიაღწევთ ვერასდროს ვერ გაიმარჯვებთ და ვერაფერს ვერ იზავთ იცით ტყუილზე ხართ დაფუძნებული და რავი ნიადაგში რას ტყუილზე რაც არის დაფუძნებული ანუ არასოდეს არაფერი არ გამოაშკარავდეს ეგ. გამოაშკარავდეს და დაგენგრევათ ძალიან მალევე და ჩაყვებით მაგას თქვენ და იცოდეთ რა ღმერთი ზევიდან იყურება, ყველაფერი კარგად იცის და ესეთ საზიზღრობებს მოეშვით. უბრალოდ თქვენვე მოგიტრიალდებათ ძალიან ცუდად. ჯერტი შედეგს ვერ აზოს ვერ დადეთ, რომ ტყუილზე დადებული შედეგი არ არსებობს.
და ეგ იცოდეთ და დაიმახსოვრეთ კარგად. საშინელების სამარცხვინოები არიან მართლა. და ეხა საზღვარზე გამახსენდა რა მე რა. გიგა მაქარაშვილი როა ხო იცი? მაგ ადამიანს ვიცნობ ძალიან ბევრი წელია და სულ თავს ვიკავებ რა მართლა რაღაცა სულ ოდიოზურა და საშინელი გამოხტომები აქვს. მაინც თავს ვიკავებ მაგაზე რაღაც ლაპარაკს ვიცნობ მაინც ადამიანს და ნუ ხო იცი მე რა როჟაც ვიღაც და ნანახი რომ ყოს იმაზე არ ვლაპარაკო, იმიტომ რომ ვიცი ვიღაცის მეგობარი და უბრალოდ ამის გატარება არ შეიძლება რა ეხა გუშინ სტატუსი დაწერა ღმერთ შეურაცხყოფა ვერ ვიტყვი ხა მაგას ვიყავ რას ლაპარაკოს მაგრამ ისე რა შევის მოკლეშინას ღმერთ შეურაცხყოფას აყენის იმიტომ რომ ემი ვაინჰაუსი და ესა ჩარკვიანი ირაკლი ჩარკვიანი რატო ან მკვდარიო და თია წულუკიანი და გოგა ხანი და რატოა ცოცხალიო და ამის გამო ღმერთს შეურაცხყოფას აყენებს. წარმოიდგინე რა გული მავნებელი. რა წარმოიდგინეს ნედაცემული დაბიო ბანძი ტიპი რომელიც იმე ჩაი რავი რა დავარქვა სული არ გაქვს არაფერს შენ ვინ გამარჯობას ვინ გეონდა ხელს როგორ გართმევენ ვაფშე მაგრამ იყვირს ისეთი ბანძი და საზიზღარი ტიპი ხარ რომ აი ვაფშე ალგებრი გადაცემას დავხურა თუ გინდა მაგრამ აი შენ მაინც საზიზღარი ტიპი ხარ ისეთი რომ ვაფშე ნოლი გაქვს ღირებულება გულის ამრევი ხარ ქართველიც არ ხარ ჩემთვალში ვაფშე სიმართლე არა საშინელებები არიან აი ხა მე ცოტა თემას გადაუხვიოთ რა და ამათი 1000 მაგის სტანდარტები რო არის მანამდე დამავიწყდა მე თან ნესულ მანდელას ეძახდნენ ტერორისტს და კომუნისტს და მე უკვე სხვა გზა რო აღარ ქონდათ ნობელის პრემია მიცემ მშვიდობის დარგში და 100 მეტი ჯილდო გადაცეს თვითონ იმ ხალხმა ვის კომუნისტს და ტერორისტს ეძახდა. აი ეს ბიჭო, აი ეს ნაცარს გვაყრიან რა თვალებში. მე ხვდით აი აქ არის უკვე რა და მოდი ახლა განახებ შევარდნაძის ინტერვიუს 1994 წელს არის ჩაწერილი. უბრალოდ აი ნახე და მე გავაანალიზოთ რაღაცები რა. ბატონ შევარდნაძე, რატო დაპატიჟეთ რუსი მშვიდობის დამცავები საქართველოში? ჩვენ მანამდე ყველა ვარიანტი შევამოწმეთ, ყველა ვარიანტი ვცადეთ. მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხაზითაც სამწუხაროდ არ გამოვიდა სხვა ვარიანტები. ამიტომ ერთადერთი ძალა, რომელმაც რეალურად უნდა გადაწყვიტოს ახლა აფხაზეთში კონფლიქტის ბედი, ეს არის SNG-ს შეერაღებული ძალები, პრაქტიკულად რუსეთის შეერაღებული ძალები. გაეროს დამკვირვებლებთან ერთად. ჩვენ თანახმოვი ვიყავით ნატო შემოსულიყო. We would agree on NATO coming here, but wouldn't NATO have been much better? NATO ბევრად უკეთესი არ იქნებოდაო? ვერ შემოვიდა. Yes, but they didn't. Why not? Why did the West abandon you, do you think? რატომ არ მოხდა ეს? რატომ დაგტოვათ დასავლეთმა, ასე ვთქვათ? თქვენ რატომ მოხდა ეს? როგორ გქონიათ? მე ამას ძალიან ისე ნორმალურად ხსნი ამ ამბავს. არ არის დასავლეთი მზად ახლა იმისათვის, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეებზე, უზარმაზარ სივრცეებზე, ასეთი მისია შეასრულა. წარმოიდგინე რას იძახის, რომ 1994 წელს დასავლეთი არ არის მზად ამისთვისო. რომელ დასავლეთზე ლაპარაკი იცი, რომ ჰეგემონი რო იყო, ყველაზე ძლიერი რო იყო, საბჭოთა კავშირი რო დანგრეული იყო და ყველაფერი მაგათ ნებაზე რო იყო. მაშინ ვერ გაბედეს თვითონ როგორ რუსეთთან, დასუსტებულთან, სამოქალაქო გამოვლილთან, საშინელ გაჭირვებასთან, მარიონეტ ელცინი წარმოიდგინე გაეროში გამოსვლაზე. ღმერთმა დალოცეს ამერიკა და რუსეთი წო. ეს რუსეთიც იმიტომ თქვა რომ იქ რო ჩავიდო და ეთყვა მიხდა ის როგორი ტიპი იყო? ღმერთმა დალოცეს ამერიკა და რუსეთი წო. მე მახსოვს აი ეგრე პრეზიდენტი რუსეთის მახსოვს აი ტიპი მახსოვს. კი მეც მახსოვს ხო და წარმოიდგინე აი ესეთი ადამიანი ესეთ დროს მაშინ ვერ გაბედეს. პირდაპირ აგერ ხო იზო ვერ გაბედეს. მაშინ ნატოს ჯარები და ეხლა წარმოიდგინე რუსეთი
მაშინდელ შედარებით როგორი ძლიერი სახელმწიფოა და ეხლა ბიჭო ვინმე რამეს გაბედავს და ეხლა გაბედავენ უკრაინის შესვლას ნატოში აი როგორ ფიქრობ ეს ყველაფერი ხო საბაბი არის ეს ყველაფერი აი ძალიან ხელის გულზე ხო ჩანს აი თუ რამე მეჩვენება მითხარი და თავს დავხრი და ვიტყვი რომ შემეშალა მაგრამ ეს ხო ძალიან რეალობა არა ვერავინ ანუ იასნია მან რა ვინ შეყობს მან თავს და ვინ როდის ბიჭო როდის ისახის 94 წელს რუსეთი მართლა ოლიგარქები აეჯდნენ და წოვდნენ იქაო გაზს ნავთობს ყველაფერს აი იცი რა არის კიდე ვიზა ლიბერალიზაცია ძალიან კაი რაღაცაა და მე და შენც ხშირად ვიყენებთ ამას და ძალიან დიდი კომფორტია მაგრამ რადგან საპეწონეთ ეგაა ხო მნიშვნელოვანი შენ ხო უღირს აქციელს არანაირ ფულზე ხო არ გააკეთებ ხო არ არსებობს ხო რა თანხაც არ უნდა შემოგხვდოს შენთვის რაც მიუღებელია იმას ხო არ გააკეთებ აი იგივეა ეს ეს ანუ თავისუფალი მიმოსვლა უვიზოთ ძალიან კარგია მაგრამ ამის საპირწონე რა არის რას გვთავაზობენ აი ეს ანუ ამას არ ვიზავთ მივხვდი შევიზღუდავთ ჩვენ თავს გვირჩევნია აი ეგ მომენტია და კიდე აი ჩვენთან აი როგორი სიტუაცია არის რა პოლიტიკური რა წარმოიდგინე ეხა უნდა დაждდე პოპკორნი უნდა მოიმარაგო და ამათ უნდა უყურო როგორ ეხა ჩვენ რასაც ამაზე ვლაპარაკობთ ოპოზიციაზე ამათ უნდა დაიწყეს ერთმანეთზე ამის ლაპარაკი რა ეხა გამოდის და ეს 8 ოპოზიციურ პარტიამ ხელი მოაწერო წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას ქმნიან რომ აი არჩევნები ჩაშალონ და აქედან გიორგი ხაზარაძეს ვეძახი ეს გიორგი ხაზარაძე ანუ ისა რა ქვია ხახარია და ეს გაერთიანე ხაზარაძე რაღაც უნდა ვთქვა აი ის რო არის ეს მაგარი სურათია ეს პოდკასტი რო არის რაღაცნაირი ის რაღაცნაირი ტიპი რო სამყარო ხო იცი ირაკლი ქვია მგონი თუ არ ვიცი გუშინ ხდება ეგეთი ვიდეო რომ მაგარი გამწარებული გაბრაზებული გამოდის რომ კაროჩე ამ ანა წითლიძემ თუ რაღაცა მყავჩი ისეთი ბანძი რაღაცები გაუცელა რომ ამის მოვით საშნელი რაღაცა რო თქვა ხო მე ეგ თვით იმის განცხადება არ მომისვენება ისეთი რაღაც არა ამან რო გაცა რო რაღაცაო ხო და ისეთი რაღაც გაუცელა რომ მამა ჩემიო ცუდად არის ისედაც და რაღაცა ადამიანს ჯვანო ადამიანურად სუფთა ადამიანურად ვიძახი ხო არ მაინტერესებს ვირას ლაპარაკობს ნუ ხა რადიკალი არ იყოს და ეს საზღვრებას ამორალურ რაღაცებს არაკეთებს სკოლებში შესვლა და მივხვდი ბძოლა რაღაცა მდე ყველას გვესმის რომ შენ იმ რაღაცას იცავ მე ჩემ რაღაცას დებატებშიც რო დავждეთ და მე როგორც ვიცი ზოგადად ცოტა ძველი პოლიტიკოსებისგან ამაზე იდგა საქართველოს აი პოლიტიკური პონიც რომ შეიძლება არჩევნებში სხვადასხვა ტიპები ყოფილიყავით და იმენა დაგვეჭამა ერთმანეთიო მაგრამო რაღაც შედეგამდეო ერთად ვიჯექითო და ერთად ვლაპარაკობ და ერთად გავდიოდით მაინც რაღაცებსო იდეოლოგია ერთი იყო და იმით ერთმანეთის პატივისცემა მქონდა აი ეგეთი უსისხლოები მართლა როგორ ხართ რომ ეს ბიჭი რასაც ლაპარაკობს მაგის აზრს ძირიდან გამოვიდეთ ხა ისეთი არაფერი მომისვენია მართლა რადიკალურად რო ისეც ლაპარაკობდეს რომ მართლა არაქართველურსან რაღაცა ისეც ეხებოდეს ხა შეიძლება წარმოგიდგენ ხა კახარია მოწონს თუ ოცნება მოწონს თუ ნაციონალები მოწონს მაგას თავიდანები ხა ყველა ადამიანს თავის მოწონს და გაუმარჯოს თავისი აზრით კაცო თავარია რომ ბოროტებას არ აკეთებ და ისეც რასაც ვეღარავი გამოასწორებს რა ამ ბიჭს ისე დაუყენეს საქმე წარმოიდგინე რომ გამოდის რომ ტიპიო რა დღეში ანუ მამა ჩემიო რა დღეში ჩააგდეს ტიპიო დაუმძიმეს მდგომარეობა ისედაც კაცი რა საზიზღრები ხართ ბიჭო როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცების გაკეთება იფიქრეთ ხალხზე ამ ხალხს შობლები ყავს ჯერ რაც პირზე მოგადგებათ ყველაფრის დაბრალება ეს სიძულვილის ენა რა გჭირთან ოშე მე ამას არ უნდა ვლაპარაკობდი მაგრამ გეუნები აი სუფთა ადამიანურად გითანა გრძნობთ აი მაგ იმაში შენ გვერდს მხარს გიჭერთ რომ აი მენა საზიზღრობას არც ერთი მხრიდან არც ერთ თამაში არანაირ წესებში ეგეთი რაღაცები არ წერია და ვემიჯნებით ყოველთვის ეგეთ საზიზღრობას და იცოდეთ ძმაო რომ თუ მაგ მხრივ მხარდაჭერა დაგჭირდა მხარსაც დაგიჭერთ რომ სადაც მოგიდება მეტასაც ვილაპარაკებთ მაგაზე ეხლა როგორ სიტუაცია შენ ხა აქ ხო არ პირებენ გახარია აქით და ხაზარაძე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ აქით ესენი არჩევნების ჩასვლა უნდათ არა და ერთად იყვნენ გუშინ წარმოიდგინე როგორი სიტუაცია ხა ეს როგორ რაღაც არის რომ ზოგჯერ უმჯობესია უბრალოდ დაელოდო და მტერს საკუთარი თავის განადგურების საშუალება მისცე რა სუნძი არის ეგეთი ჩინელი მხედართმთავარი და სამხედრო თეორეტიკოსი რომელსაც ეს საქმე ეგრე არის რა აი
ვაცადოთ. აელოდე რა. შენ პოპკორნი ავიღოთ და ვაცადოთ. ვირთხები, აი ხოც ვირთხები ერთმანეთს ხო ჭამენ. აი ეგრე ესენი ხა ზუსტად ესე დაერიან. ერთმანეთს ჭამენ და მოდი ბოლოსკენ ერთი კარგი ესეთი რაღაცა შემოვიტოვე და როგორც ყოველთვის ტრადიციულად ბოლოსკენ რაღაცა სადა ესეთი კარგი რაღაცებით ვამთავრეთ და დღესაც ესეთი კარგი რაღაცებით ფერეიდნე ქართველებზე მინდა რაღაც პატარა სიუჟეტია. წარმოიდგინე ფერეიდნე ქართველებზე პატარა ესე რომ ახსნათ 1616 წელს შაჰაბაზმა სადღაც 100,000 ქართველი გადაასახლა ირანის პროვინციებში რა ხორესანში, ისპაჰანში და ფერეიდანში. აქედან სამწუხაროდ უმრავლესობა გასპარსელდა, მაგრამ ფერეიდნელმა ქართველებმა ქართული ენა შეინარჩუნეს, ტრადიციები შეინარჩუნეს, ქუჩებში რომ ნახარ ქართულად სახელები წერია, წარმოიდგინე ქართულად ლაპარაკობენ. ისა რა ქვია, სოფლებს ქართული სახელები დაარქვეს, თელავი, ნინოწმინდა. აი, ეცი, ისა რა ქვია, მარტყოფი, ვაშლოვანი, ეგეთი რაღაცები. სადღაც წარმოიდგინეთ 15-დან 20,000-მდე ქართველი ცხოვრობს და საქართველოს როგორ უყვართ, იცი? და ქართულს ლάβო ჩვენ პრეზიდენტი ყავდა, აქ ცხოვრობს რამდენი ხანია და ლაპარაკი არ იცის, დღემდე ვერ ისწავლა, წარმოიდგინე სამორცხენო ქალი და ესენი ნამყოფებიც არ არიან ზოგი ბიჭო და ნახე პროსტა რა როგორი ხალხია რა. ძალიან მიყვარს. მე მინა საქართველოს მოვიდე ვიცოცხლო თანამოვლობას არ გვაძლევე სწორად ვაყარი კი ან თქვენ გინდათ რომ იქ იყოთ მოახერხოთ ჩამოსვლა მე ჩემი შვილი ჩემ გოგო გინდათ კი საქართველოს მოქალაქეობა კი ყველას უნდა კაცო ყველას უნდა საქართველოს მოქალაქეობა არ არის ჩემ ორს ჩემ გოგოს ან გაკ ჩემ სიზესაც არ გაკ აქვს თქვენ არა გაქვთ თქვენი არის ეს მაღაზია თქვენ გაუკეთეთ მაგრამ და ყველგან საქართველოს კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კეთილი იყოს ჩვენი ქართველები ვართ ნამდვილი და სუფთა და ნამდვილი ალბათ ბავშვობაში ბევრი იქსმენოდა საქართველოზე ხო საქართველოს ისეთია საქართველოს ასეთია რო ჩახვედი ეგეთი დახვდა საქართველოს როგორც კარგი იყო საქართველოს კარგი იყო ეგ აზარი პატარა საქართველოს ხო ირანის საქართველოს მადლობა მადლობა შენ აი ეს ხელი ეკა როგორ ახალ დაგვარი ხა აკორი აქცენტი ერიასი ორიკაშვილი ეგ კახეთი მეც კახეთი კახეთელი ხარ დაიგიმარჯოს თუ მოხიდეთ სახჭინ გოგო ხარდეთ დიდი მადლობა რა ქვია სამე სამე მიწოთ გაშალი მოიცა ატარები აი ეს მინა გადავ თან თირთადა კახეთიდან და ჰერეთიდან გადაასახლეს რა მიქ რა რო ხედავთ ქართველები ვართ ქართულად საუბრობთ ყველას უნდა რომ მოვიდეს თავისთან დაგპატიჟოს ხელი ჩამოგვართვას მოგვესალმოს კითხოს როგორ ვართ და მოკლედ სულ აი ცდილობენ რომ პატივიცეთ და ქართულად ეხლაც აი ქუჩაზე ერთ-ერთი მაღაზია არის დიდი ალბათობით არის ქართველები გამარჯობა როგორ ხართ კარგად თქვენ როგორ ახართ ქართველები ხართ ხართ საქართველოში ნამყოფი არ წასულა ვალი ჩემ ემე დაშია ან წასულა ძმა წასულა რას ნიშნავს თქვენთვის რომ აი ქართულად აწერია სპარსულთან ერთად ო ხარდების ადამიანსა დიდ რამედი წინანდელებს მაიგონავს ხედავ ბიჭო რა ხალხი არის როგორ აქვს შესილხორცებული ქართული ყველაფერი ძალიან მაგრები არის გამაჟრია ძალიან ინანდოლის მაიგონა შენ აქ გაზდილი დაბადებულები ბიჭო ზოგი წარმოიდგინე როგორები არიან რომ აი მიყიდული რო აქვს ყველაფერი არ არის სადმე არ არის გადაასახლეთ ესენი ერთი ვინმე ჩამოჩქა იმენა გაასახლეთ სადმე ისეთი წინაპრების მაიგონავს კი არა ვაფშე წარმოიდგინე მე-17 საუკუნის დასაწყისში გადაასახლეს 1616 წელს ეხა არის 2025 წელი. წარმოიდგინე როგორ შეიძლება ვაფშე გამქრალიყო ყველა როგორც სამწუხაროდ რაღაცა ნაწილი იქ ვინ გადაასახლეს გასპარსერებული მაგრამ ესენი 4 საუკუნეა ბიჭო იქ არის რა უნდა მეღადაო იცი თან ამერიკაზე რა უნდა მეღადაო იცი აი ის გამანდაროვანი ხო ინ ბარსელონას მაიკა რატო გაცია რო არ მინდა რომ აი ესეთი კოცრა გამოგიზავნო თქვენ მაგ კომანდას აი ეხა მე ბარსელონას მაიკით რო ვარ და არა ევროპა რო არ მინდა თქვენი აზრით აი მაგ კომანდაზე და ნახე ბარსელონას მაიკა ჭია ჩვენ ვიზალიბერაციას ვიყენებთ კარგია მაგრამ ჩვენ ზოგადად რაღაც აღირებულები და ფასეულები რომლისთვისაც ყველაფერს დავიკიდებთ და მიგვაჩნია რომ საქართველოს ყველას ყველანაირი დახმარება უნდა გამოიყენოს
და საქართველოს ყველამ კარგი რაღაცები უნდა უკეთოს. ვიზა ლიბერალიზაცია კი არა, ზოგადად აი ეგრე უნდა გვექცეოდნენ, აი რო ჩავდივართ, სადმე აი მე ჩამოვიდნენ ესენი და ანუ ჩამოვიდნენ და მომწონდი შემოვიდა იმენა ფუსი უნდა ტყდებოდეს, სადაც ქართველი ფეხს ჩაადგავს, უნდა ყველამ კარგად იცით როგორ ქართველებზე მაგ ლაპარაკი ხა იმაზე არა ხა არ უნდა სორგირებულებას და პრინციპული ხა ეგეთ ქართველები რო ჩავდივართ წინასწარი უნდა იცოდნენ რომ ისინი ჩამოდიან და ჩამოვიდნენ აი ამ დონეზე უნდა იყვნენ და ფაცი ფუსში უნდა იყვნენ ხა თუ ვინმე ქართველი ამაში არ მეთანხმებით რომ ნორმალური ქართველები ეგეთ პატივს იმსახურებენ თქვენ არ ხართ გილოცავთ თქვენ არ ხართ ქართველი და კარგად ვცადეთ მოდი ეს არის დაღუპავს ქართველობა რომ ყველაზე მაგრები გონი ეგ გამადაც აი ეგენი ბარსელონას ნაიგაროვანია არიან კაცო ეგენი ერთნი არიან არ გაყოვებ ნუ ყოფ არა ხო მაგათ ვაერთიანებ იმას და თქვენთვის უნდა გავიდო არა სამთავრობო რა არა სამთავრობო რამე უნდა ორგანიზაცია შემოყევათ აი შეხედე აი რაღაც უნდა დავარქვა და აი ნახე რა აი ან მართლა ძალიან აი სიტყვებიც არ მყოფნეს იმდენად არაფრის მომცემები ხართ არავისთვის სამშობლოსთვის ხო მით უმეტეს და მოდი ჩვენ მაყურებელს ნელ-ნელა დავამშვიდობოთ ჩვენი გადაცემას დასასრულს მიუახლოვდა გონი ნორმალური რავი სახალისო გადაცემას გამოგვივიდა სათქმელიც ვთქვით ანალიტიკაც დავდეთ და ყოფილი ვარ დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს ჩვენი მოსმენისთვის ჩვენი ხარდაჭერისთვის, ჩვენი დალაიქებისთვის და არ დაგავიწყდეთ ჩვენი გვერდი გამოიწეროთ YouTube-ზე და ხო, რა მეგობრებო, ეს ისე გადაცემის დაწყყვენ გადაცემებს სადაც ყველგან გადაცემის დაწყებაში იძახიან ამას, იმიტომ რომ არის რაღაცა კატეგორიას შეება ბოლომდე აღარ გიყურებ, ანუ აღარ უყურებ ზოგადად გადაცემას. ხო და ეს გადაიტანეთ რა თქმა უნდა. ჩვენ დავიწყოთ გადაცემის ყოველთვის რომ გამოიწერეთ. ეს მომენტი გადაიტანება წინ, იმიტომ რომ ოფერიყო წინ, მაგრამ არა, იყოს უკანა, შემდეგზე გამოიწერეთ, ესე გავაკეთეთ. გამოიწერეთ ჩვენი აქ ვარდება აი აქ გამოიწერეთ ჩვენი არქივი ხმას აღარ გაცემთ აღარ ის. კარგად მეგობრებო დროებით მადლობა რომ გვიყურებდით მომავალ შეხვედრაზე